და ამ ყველაფერზე რა სიტყვით რაც ხდება რა არის ეს მისი მხრიდან როგორც ჩანს კალაძემ და კალაძის გუნდმა და ზოგადად ქართულმა ოცნებამ დაიჯერა ის რასაც პროპაგანდა ავრცელებს რომ სულ რაღაც 30 კაცი დავრჩით პროტესტში 30 კაცი დგას რუსთაველზე ძლივს კეტავენ 1 საათით რუსთაველს პროტესტი მიილია შემდეგ გარკვეული პოლიტიკური პარტიების არჩევნებში შესვლამ და მათ ჩამოშორებამ პროტესტიდან ასევე ალბათ გაუმძაფრა ეს მოლოდინი რომ თუ ქალაქის ცენტრში გახსნიდნენ ოფისს, იქ არავინ არ მივიდოდა და მშვიდად წყნარად ჩაატარებდნენ იმას რა ქვია საარჩევნო კამპანიას, მაგრამ ეს ხო ასე არ არის რეალურად ეს პროტესტი არსად არ გამქრალა, არ აქვს მნიშვნელობა 1 საათით იკეტება რუსთაველი თუ 3 საათით და 30 კაცი კეტავს თუ 200 კაცი რეალურად პროტესტს გამოთქვამს ათასობით და 10,000-ობით ადამიანი. შესაბამისად, როგორც კი გაჩნდება რაღაცა ხელშესახები საპროტესტო ადგილი, იქ ჩნდება ყველა, ვისაც აქვს ამ პროტესტის სურვილი და მუხტი. შესაბამისად, მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ხო? რამდენიმე დღე რაც ოფისი გაიხსნას, მუდმივად არის მანდ გარკვეული აქციები, შესაბამისად, რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ ვითომ სამაგალითოდ დავესაჯეთ და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, რაღაცა საშინელი კადრები, სადაც ვითომ ქართველობას ვინც იჩემებს ის ხალხი ქალს ურტყამს ხელს, ხო და პოლიციას უკნიდან გვიბარებს რაღაცა საქმის გასარჩევად და პოლიციის რაღაცა კორდონით გულმოცემული იგინება. ანუ ეს არის სრულიად მარაზმატიკული და სიგიჟეა, ხო? ანუ ადამიანები, რომლებიც ვითომ ამბობენ, რომ ქართველები არიან და ქართულ ღირსებას იცავენ და ქართულ გენს ავრცელებენ, მოდიან და ქალებს ხელს ურტყამენ და პოლიციის თანდასწრებით იგინებიან და მოკლედ სრული სიგიჟე ნახეთ იმ დღეს და მეორე დღეს, როდესაც უკვე რეალური წინააღმდეგობა ნახეს ჩვენგან, მანდაც მიხვდნენ ალბათ, რომ არსად არ წავალთ არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ საქართველოსი და ამ მართლა რუსებისგან გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას და შესაბამისად ამის პასუხი იყო ალბათ ის ვითომ ის ორი კაციც რო დაიჭირეს თავიანთი ანუ რეალურად ალბათ მათ დაჭერისას ხელბორკელებსაც არ დაადებდნენ და ცირნიავს არ გააკარებენ მასე ციხეში და ეყოლებათ ცოტა ხანში გამოყრიან მაგრამ ამით ის გააправეს რომ 23 წლის სტუდენტი მეგიდი ასამიძე რაღაცა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოხსნეს ხელბორკელ დადებული მასზე იძალადეს და იმის გამო რომ რაღაცა 5 წუთის საქმე დასჭირდათ 5 წუთი გააქრეს გაწმენდილი ბანერის გამო 5 წლით უშვებენ 23 წლის გოგოს ციხეში და ესენი გამოდიან და ამბობენ რომ ქართველები არიან მაჭავარიანი გამოვიდა მეორე დღეს და ამბობდა რომ აი ჩვენ ძლივ შევიკავეთ თავი რომ არ გამოვედით და არ გცემეთ ანუ ცეცხლს ხო ხელები ეკავებოდათ ხო ისა რა ქვია ნავთზე და მოკლედ არ ვიცი სიგიჟეა სრული ეს ასე არ დამთავრდება ესე მარტივად არ იქნება მაგ ლოკაციაზე სულ იქნება პროტესტი და უფრო და უფრო გამწვავდება და მე დარწმუნებული ვარ უფრო და უფრო მეც შეცდომას დაუშვებენ მომავალში ისევ თვითონ კი ბატონო მე როგორც გითხარით ჩვენი სხვა სტუმრებიც უკვე შემოგვიერთდნენ მე წარმოგიდგენთ მათ მეკასო ფერაძე სტუდენტი ერთობის წევრი და ნიკოლოზ ტყემალაძე ასევე სტუდენტი ერთობის წევრი თქვენს მოგესალმებით მადლობა რომ შემოგვიერთდით და მეკასო მოდი ესე გავაგრძელებ მაშინ მივყვები აი მე ვკითხეთ თქვენს თანამებრძოლებს რომ რამ განაპირობა რომ კალაძის საარჩევნო შტაბი იქცა აქტიური პროტესტის კერად როგორ ფიქრობთ ელოდებოდა თუ არა თავად კალაძე მოვლენების ასე განვითარებას და ის რასაც ვუყურებთ ახლა რამდენიმე დღეა რაც ხდება ამ ოფისთან იმ ძალადობა დაკავებები თუ ასე შემდეგ ეს რას გეუბნებათ რა რეაქციას გამოხატავს მოკლედ ივანიშვილის გუნდის მხრიდან მოგესალმებით პირველ რიგში შემიძლია ვთქვა რომ ასე თუ ისე ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი იმიტომ რომ კონკრეტულად ეგ ლოკაცია ესეთი ადგილი იყო სადაც მანდი იყო ყოველთვის პროტესტი კერა თუნდაც მარში იყო თუ სხვა რაიმე პროტესტი ყოველთვის მაგ გამზირზე უწევდა გასვლა და იმ დღესაც როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო როდესაც ოცნების ოფისიდან ტიტუშკები გამოვარდნენ და გაუსწორდნენ ახალგაზრდებს და სტუდენტებს. მაგ დღესაც ჩვეულებრივად მშვიდობიანად საზმაოს მარში, როგორც ამდენი ხნის განმავლობაში მოდიოდა, ასე გავედით პირდაპირ და თავიდანვე ეთყობოდა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყოველთვის მარშს პოლიციის ერთი კორდონი მოყვება. იმ დღეს საერთოდ არც ერთი პოლიციელი არ იყო ჩვენს გარშემო და იქ რომ მივედით, უკვე გამოვარდნენ შემზადებული ტიტუშკები, ერთ-ერთმა რომელიც ახლა დაკავებული არის, მაგრამ ნუ ვიცით ეს ყველამ რომ ფარსი არის, ერთ-ერთმა აიღო რკინის ჯებრი, რომელიც წინ იდგა, ის გვესროლა და მერე უკვე გამოვიდნენ ახალგაზრდა ოცნების წარმომადგენლები, დაიწყეს ხალხის ცემატყება, სრულიად უმიზეზოდ, უმისამართოდ და მერე უკვე უკრიდან მოგვეპარნენ და იქიდან ისროლეთ წყლის სავსე ბოთლები. ეს ყველამ კარგად იცოდა რომ ეს ესე მომხდებოდა, ან ის იმათმა, იმიტომ რომ
ეტყობოდა რომ იყო წინასწარ შემზადებული და დაგეგმილი ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას შემდეგ ბრაზის დიდი ტალღა მოყვა, მეორე დღეს უამრავი ადამიანი მივედით იქ და ვიცი რომ ალბათ კახკალაძე ამას არ ელოდებოდა რომ ხალხის ასეთი მუხტი წამოვიდოდა, მაგრამ ეს ძალიან ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის აღუდგება ნამდვილი ქართველი ადამიანი ამ დიდ უსამართლობას და იმას რაც მოხდა იმ დღეს. და რა თქმა უნდა ის პროტესტი იქ არ გაჩერდება, იმიტომ რომ ის ადგილი ახლა გახდა დანაშაულის ადგილი, იმიტომ რომ ჩვეულებრივად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ოცნების მხრიდან ჯგუფური ძალადობის წარმოება ჩვენს მიმართ. კი ბატონო, კი ბატონო. ნიკოლოზ, თქვენ რას გვეტყვით? ჩვეულებრივად როგორც ვიცით, ოცნებას არანაირი გზა აღარ აქვს დარჩენილი და ისინი არიან ძალადობრივ გზაზე გადასულები და ცდილობენ რომ ძალა დაგვიპირისპირონ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხის ეს ძალა და როგორ ძალითაც გვიპირისპირდებიან, ანალოგიური ძალით დაუპირისპირდებით ჩვენს, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ჩვენი სიმართლით და ჩვენი სიტყვით ვებძით ამად, მაგრამ არ ჭრის ეს სიტყვა, ხო და თუ ძალადობა უნდათ, აუცილებლად დაუპირისპირდებით ძალით, იმიტომ რომ ჩვენ გენში გვაქვს ეს მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მეგობრები, ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქალები, ვიზეც იძალადეს ამ მარბილმა ჯგუფმა წინა დღეებში და ზუსტად ესეთი მოცემულობა გქონდა ჩვენ გუშინ და გუშინწი, როცა ჩვენ მივედით იქ, კარგად დაორგანიზებულებით, ხვირი ვერ გამოყვეს გარეთ, იმიტომ რომ დაშინებულები იყვნენ და არიან ცუციკები. ზუსტად ეს არის ეს ყველაფერი, რომ აი ესეთი არაადამიანების ხროვა ყავს კახიკალაძეს შემოკრებილი გვერდით, მასანი გაუნათლებელი ადამიანები და ზუსტად აი ამ გაუნათლებლობით უნდა რომ ქვეყანა მართონ და ყველანი კარგად ხედავთ თუ რა ხდება დღეს საქართველოში. არანაირი სამართალი არ არსებობს საქართველოში, არანაირი კანონის უზენაესობა და ყველაფერი ისე მიექანება, როგორც რუსული ოცნების წარმომადგენლებს უნდათ. ზუსტად ამის შეცვლას ვცდილობთ ახალგაზრდები, ზუსტად ამის შეცვლას ვცდილობთ საპროტესტო საზოგადოება, რომ ქვეყანა დაუბრუნოთ დემოკრატიის გზაზე, ქვეყანაში არ იყოს გაჭიროება, ქვეყანაში არ იყოს არანაირი უსამართლობა. ზუსტად ამისთვის ვიბრძით. აი ამას ბოლომდე მივიყვანთ აუცილებლად იმ და მე მინდა თავისუფლება უსურვო მეგი ფერაძეს, ჩემს მეგობარს, იმიტომ რომ ის უკანონოდ იმყოფება ციხეში, არაფრის გამო დააკავეს. მეგი დიასამიძე, დიახ. და ასევე მინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩემს მეგობარ მეგი ფერაძეს, იმიტომ რომ პოზიტივის მარბილმა ჯგუფმა მას გამოუქვეყნა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის ის აყენებს სიტყვერ შეურაცხყოფას მათ ჟურნალისტს, ეს არის ცრუ ინფორმაცია და ამას ჩვენ უპასუხოდ არ დავტოვებთ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს და ამას გავცემ შესაბამის პასუხს. როგორც მოგეხსენებათ, ეს პოზიტივი და იმედი არიან სრუ მედიები ყოველთვის ცდილობენ რომ აქტივისტები გაგვაშაონ და რაიმე სახით შავი ლაქა მოგწხონ, მაგრამ არ გამოუვათ არანაირი შავი ლაქა, ჯარიმები, ციხეები ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, იმიტომ რომ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. უკვე დიდი ხანია ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად დავამთავრებთ ამ ყველაფერს 4 ოქტომბერს. კი ბატონო. და ბატონ მამუკა, ეხლა გადავიდეთ იმ ნაწილზე. აი ჩვენ ვსაუბრობთ რა მდგომარეობაში ვართ, როგორი იბრძვით, რა პირობებში გიწევთ წინააღმდეგობის გაწევა და მინდა გადავიდეთ იმ ნაწილზე, აი როგორ წარმოგიდგენიათ, არ ვიცი, აი ამ ბრძოლის, აი ამ აქტიური პროტესტის როგორც ლოგიკური გაგრძელება, ასევე ისეთ სტადიაში გადაყვანა, მოდი ასე ვიტყოდი, აი ამ პროტესტის, როდესაც უკვე აი რაღაცნაირად ძალიან კუთხეში იქნება მიყენებული ქართული ოცნება, ხო? აი 4 ოქტომბერი ეს მინდა ვახსენოთ, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს მაღალი მოლოდინი, მას ხელს უწყობენ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, თავად ის ადამიანებიც, ვინც თავად საუბრობენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. აი, თქვენ როგორ უყურებთ ამ თარიღს და აი თქვენც გაქვთ თუ არა ის განცდა, რომ აი 4-ში შესაძლოა რაღაც რადიკალური ტიპის ცვლილებები მოხდეს. პირველად აღნიშნავ, ქართული ოცნება უკვე კუთხეში იმყოფება. მას აღარ ჭირდება დამატებითი რაღაცა კიდევ მსგავსი თარიღების დათქმა, თუმცა ისინი დასავლეთიდან იქნება, დემოკრატიული ქვეყნებიდან იქნება თუ საქართველოში მოსახლეობის მხრივ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კუთხეში იმყოფებიან. რაც შეეხება პროტესტის აი ამ მუხტის ხელახალ აწევას, მინდა ვთქვა, რომ 4 ოქტომბერი იქნება ნამდვილად ის დღე, როდესაც მუხტი დაბრუნდება საპროტესტო მოძრაობებში.
ქუჩაში გამოვა უამრავი ადამიანი და ჩვენ ნახავთ იმ გაცხარებულ ადამიანებს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ითმეს მათ ძალადობას, ითმეს აი ამ გაუკუმართებულ კონსტიტუციას, ითმეს იმ კანონმდებლობას, რომელიც გადაახიეს მოსახლეობას თავზე, საარჩევნო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს თუნდაც აი იმ კახიკალაძის შტაბს, სადაც განათავსეს ის არ ექვემდებარება წესებს. იქვე არის დარღვეული უკვე წესები, იმ შენობა ნაგებობებზე, რომლებიც არის საკულტო ან კულტურული ძეგლის ნაგებობა, მასზე აკრძალული არის მსგავსი ბანერების გამოფენა და რა თქმა უნდა მისი დაზიანება და ჩამოხსნა ან დახევა ან სხვა ნებისმიერი ფორმით გამოხატვა არის კანონიერი. ჩვეულებრივად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მეგიდია სამიძეს დაპატიმრებაც აქვე მინდა ვთქვა რომ უკანონო არის, ხოლო ჩვენ ადამიანები, ვინც პროტესტში ვართ ჩართული, ქმნით სხვადასხვა ტალღას, ქმნით სხვადასხვა მოძრაობებს, ვერთიანდებით ერთობის ჯაჭვი, ქართული რესპუბლიკა და სხვა ნებისმიერი, რომელიც არის ძლიერი ორგანიზებული, ესე იგი საპროტესტო მუხტის მქონე ჯგუფი, ყველა ვცდილობთ ერთიან მოქმედებას. შესაბამისად 4 ოქტომბერი, რომელიც არის ფარსი არჩევნების, ესე ჭალებში არჩევნები, რომელიც ტარდება საქართველოში, ეს არ იქნება ისეთი, როგორც უნდა იყოს. მოსახლეობა მას ძალიან კარგად იცის. უბრალოდ მოსახლეობაზე ერთი პრობლემა აქვს. ვერ ხედავს ძალას, ვინც ამ ყველაფრის გარდატეხვას შეძლებს. ამიტომაც უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ახალგაზრდები ზუსტად გავართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, ვინც ამ ქვეყნის მომავალს ქმნის და არავის არ აქვს იმის უფლება ნებისმიერი, ვინც იქნება ქართული ოცნება, იქნება თუ სხვა ნებისმიერი ძალა, რომ საქართველოს მოსახლეობას დაუპირისპიროს. იბატონ, მამკა, აი ეს ძალა როგორ უნდა დაინახონ მოქალაქეებმა და მთავარი, ანუ აი როგორ შეიძლება, არ ვიცი, თუნდაც ის ძალიან შიში რა არის, ხო, ემოცია, განცდა რეალურად და შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს, ხო, აი დღესაც ვიღაცა გვისმენს და ხედავს, ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყავს და 23 წლის სტუდენტს 5 წლით უპირებენ ციხეში გაშვებას. ხომ შეუძლებელია ესეთმა, არ ვიცი, ისტორიებმა, ფაქტებმა ადამიანზე რაღაცა გავლენა არ იქონიოს და არ იმოქმედეს. ხო, აი რაში არ წმონავთ მაშინ, აი წმენას რითი გაუჩენთ ამ ადამიანებს, რომ პირიქით შიში კი არ იყოს მათში მთავარი ემოცია, არამედ ბრაზი, რომელიც ასევე სამართლიანად გვაქვს თითოეულ ჩვენგანს აი ამ ფაქტების და მოვლენების შემყურე. ნუ ქართული ოცნება მოქმედებს კომუნისტური და ეს მარქსიზმის ესეთი ლეგენდარული სიტყვებით, შიში შეიქმს სიყვარულს, ნუ ეს არ გამოვა, ესე ვიტყვი, ესე მოქმედებენ ისინი, შესაბამისად ქართული გონია ვინმე. ხო, ნუ ესე ფიქრობენ ისინი, იმიტომ რომ ზუსტად იმ ქმედებებით მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც არის თუნდაც დათათაშხედან არქიფოს მომენტი, სამი გოჭის მაგრად ერთი დამეტოვებინა და მშიერი ადამიანი უფრო მარტივი სამართავი იქნებოდა, გახიზნეს ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეები, აქვე შტაბიდან დაწყებული წამლის ბარიგები ყავთ შტაბში დასაქმებული, შესაბამისად ეს ყველა მიცის. არავინ არ თქვას რომ ვინმე არ იცის. რაც შეეხება შეშინებულ ქართველს, არ გაიშვა შეშინებული ქართველი, მე ეგეთი ქართველი არ წარმომიდგენია, რომელი იქნება და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ღირსებით ახსავსე ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ოჯახური ტრადიციები, ჩვენ ვიცავთ მართლა იმ ღირებულებებს, რომელიც ეფუძნება საქართველოს ისტორიას, მაშინ ყველას გელოდებით, ნებისმიერ ადამიანს ველოდები იმ დღეს, როცა ტარდება არჩევნები, ეგრეთ წოდებული არჩევნები და ჩვენ დავანახოთ სრულიად საქართველოს, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, ჩვენ ვართ ის მომავალი, ვინც ისტორიას წერს და ისტორიას არ წერს მილიონობით ადამიანი, ისტორიას წერს ასეულობით, ათეულობით ადამიანები და ჩვენ დავრჩებით ისტორიის წონხარეს, ხოლო ქართული ოცნება დარჩება იქ, სადაც უნდა იყოს. კი ბატონო.